3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქუთაისში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. შეჯიბრი ხმალში დაშნასა და რაპირაში ჩატარდა და მასში ათეულობით მოზარდი სპორტსმენი მონაწილეობდა არა მარტო ჩვენი ქვეყნიდან. ზესტაფონელ მოფარიკავეთაგან პირველი ადგილის მოპოვება დემეტრე დალაქიშვილმა შეძლო თავის ასაკში. 2014-17 წლებში დაბადებულთა შორის კი მან მესამე პოზიცია დაიკავა და ზესტაფონში 2 მედლით დაბრუნდა. ჩატარდა გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის ტურნირი, ჩემს ასაკში ავიღე პირველი ადგილი, ძალიან გამიხარდა, დიდებში კი ავიღე მესამე ადგილი. ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი. შეჯიბრებებზე რაც შეცდომები დაუშვი, გამოვასწორებ ვარჯიშებზე და შემდეგში უფრო ძლიერი მოვარ და უფრო კარგ შედეგს დავდა. ამავე ტურნირზე ვერცხლის медаლი დაიმსახურა ელენე ეჯიბაძემ. ის რაპირით მოასპარეზეთა შორის გამოდიოდა. ამბობს, რომ შეჯიბრის მთავარ ჯილდომდე სულ ცოტა დააკლდა და პირობას დებს, რომ ოცნებას უახლოეს ტურნირზე აუცილებლად აისრულებს. მესამე პოზიციაზე ნინო ცერცვაძე გავიდა. ფარიკაობის ჯგუფი ვიყავით ქუთაისში შეჯიბრზე. პირველ ადგილამდე სულ რაღაც 2 ნაბიჯი დამაკლა, მაგრამ დავიკავე მეორე ადგილი. 2025 წელი ჩემთვის კარგად დამთავრდა, რადგან არც ერთი შეჯიბრიდან წამოვსვლა მედლის გარეშე. მინდა 2026 წელს ავიღო პირველი ადგილი და ვიცი ამას შევძლებ ჩემი ანა ფხალაძის წყალობით. ასევე მინდა ჩემი ნომერ პირველ საჯარო სკოლას, ჩემი სკოლის მასწავლებლებს და თქვენ მოგილოცოთ ზამთარი შობა ახალი წელი. საერთაშორისო ტურნირზე ქუთაისში მე გამოდიოდი რაპირით და დავიკავე მესამე ადგილი. ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ და ამ შეჯიბრისთვის ვემზადებოდი. შემდეგ შეჯიბრისთვის გავაგრძელებ ასევე მზადებას და შევეცდები რომ დავიღო პირველი ადგილი. ზესტაფონელ მოფარიკავეთა შორის კიდევ ერთი ვერცხლის მედლის პრიზიორია ელენე ჯუღელი, რომელიც 2014-17 წლებში დაბადებულთა შორის ასპარეზობდა. მე გამოვედი ქუთაისში შეჯიბრზე და სადაც დავიკავე მეორე ადგილი. მართალია ჩემი შედეგით არ ვარ კმაყოფილი, მეტი შემეძლო და შემდეგში გამოვასწორებ ჩემი შეცდომებს და უფრო მეტად დაკვირვებული ვიქნები. ხმლით მოასპარეზეთა შორის ზესტაფონელმა სპორტსმენებმა კიდევ 3 მესამე პოზიციისთვის განკუთვნილი პრიზი დაიმსახურეს. ლიდერთა შორის არიან თეიმურაზ კიკნაველიძე, თამარ კვენიკაძე და ნინო კიკნაველიძე. დაშნაში მიაღწია წარმატებას გიორგი მაღლაკელიძემაც. ვიფარიკავე ქალაქ ქუთაისში, ავიღე მესამე საპრიზო ადგილი, არ ვარ კმაყოფილი ჩემი შედეგით და გამოვასწორებ ამ შედეგს საოცრად. რაც შეცდომას დაუშვით. ქალაქ ქუთაისში ჩატარდა შეჯიბრი ფარიკაობაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მოფარიკავე ბავშვები. მე ავიღე მესამე საპრიზო ადგილი, გამოვედი ჩემს ასაკში, 13 წლის ასაკში. და რა შეცდომებით დაუშვი, ვეცდები მაქსიმალურად რომ გამოვასწორო ახლა ამ ვარჯიშებზე. და მთლად კმაყოფილი ჩემი შედეგით რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ ვეცდები ყველანაირად გამოვასწორო. მე გამოვედი 2 სხვადასხვა ასაკში და ავიღე საპრიზო ადგილები. შემდეგ შეჯიბრზე ვაპირებ უფრო კარგი შედეგების დადებას. მადლობას ვუხდი ამირან მასწავლებელს, ფედერაციას, ზესტაფონის მერიას და რა თქმა უნდა მშობლებს. აღნიშნული ტურნირი ქუთაისში ფარიკაობის სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა. მხარდამჭერი სპორტის სამინისტროა. ორგანიზატორები კი ფარიკაობის ფედერაცია და ქუთაისის მერია.